ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმულ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ქართული ოცნების დეპუტატებს საკმაოდ გაუჭირდათ. მეტიც, რამდენიმე მათგანმა ამ კითხვების შემდეგ ტრიბუნაც კი დატოვა და ჟურნალისტების დამატებით კითხვებს აღარ პასუხობდნენ და რაც ყველაზე მთავარი არის, არ გამორიცხეს ის, რომ შესაძლოა კიდევ ერთხელ ვნახოთ პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ეს თავად მისი გადასაწყვეტია და დეპუტატებმა ამის შესახებ არაფერი არ იციან. მთავარი კი არის თუ სად არის ახლა ბიძინა ივანიშვილი და რატომ არის ჩუმად, მაშინ როდესაც მისი ძალიან ახლო გარემოცვის წევრები ან ციხეში არიან, ან კორუფციის ბრალდებები ისმის მათ მიმართ, რატომ არაფერს ამბობს ბიძინა ივანიშვილი, იგივე ირაკლი ღარიბაშვილზე, მაგალითად გრიგორი ლილუაშვილზე, რომელთა ახლო გარემოცვაც კონკრეტული საქმეების გამო ციხეში არიან, ან შესაძლებელია დაჭერის მოლოდინში იყვნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ვერ იტყვიან ნახეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, ვერ იტყვიან ჰქონდათ თუ არა მასთან რაიმე კომუნიკაცია და ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის ტაბუ დადებულია. თქვენ რატომ ჩაგაბოთ ანგარიშები, როდის შევდიო? თქვენ გაინტერესებთ კი ბატონო, მაგრამ მე ხო არ ვარ ვალდებული თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილო. ბატონ ბიძინა ივანიშვილს და რას ფიქრობს ის ზოგადად აი ამ კორუფციულ სკანდალებზე, რომ მე მგონი არანაირ ვალდებულება მაგრამ ანგარიში გაბაროთ მე ვის ოდის რანაირ ჩემს. მადლობა. რატომ უნდა გააკეთოს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მისი მოყვანილია ეს ხალხი. ამასთან დაკავშირებით განცხადებული არის პოლიტიკაში და მისი პასუხისმგებლობაც არის. პასუხისმგებლობა არის იმ ადამიანის, ვინც მოქმედებს, ვინც ამე კანონს არღვევს. შეცდომა იყო ეს ხალხი ივანიშვილის? თქვენ როდის ესაუბრეთ ბატონ ბიძინას? შეცდომა. როდის ესაუბრეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს? ბატონო ირაკლი, ეს მაინც რას ფიქრობს? აი, რას ფიქრობს ეს ადამიანი ამ საკითხებზე ბატონო ირაკლი? დღეს ქართული ოცნების დეპუტატებს ძალიან გაუჭირდათ გაეხსენებინათ მაგალითად ბოლოს როდის ნახეს ბიძინა ივანიშვილი. ის ხალხიც კი, ვინც მაგალითად პოლიტიკური საბჭოს წევრი არის, ამბობს, რომ ვერ იხსენებენ ბოლოს როდის იყვნენ პოლიტიკური საბჭოს ხდომაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად და რახან ბიძინა ივანიშვილი არც საჯარო განცხადებებს აკეთებს, არც ქართული ოცნების წევრებთან აქვს რაიმე კომუნიკაცია, ეს ყველაფერი ხომ არ არის იმის მომასწავებელი, რომ შესაძლებელია ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დატოვოს პოლიტიკა. ეს ყველაფერი ქართული ოცნების წევრებმა ვერ გამორიცხეს და თქვეს, რომ ეს საკითხები თავად ივანიშვილის გადასაწყვეტია. მე ვფიქრობ, რომ უსაფუძვლო კითხვა არის, თუმცა ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში იყო, იქნება თუ როგორ არის, ამას შესაძლოა არ ქონდეს ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა თქვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ, მისი გუნდის წევრები, ყოველთვის დავრჩებით მისი პრინციპების და იმ იდეოლოგიის გამტარებელი, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის ინტერესების უპირობო დაცვას. ვერ გეტყვით. სად არის მაშინ როგორი კითხვა არის რიტორიკული, არ ვიცი ნამდვილად, ის ყოველდღიურ რეჟიმში ნამდვილად არ აცხადებს თავის ადგილმდებარეობას. თარიღებს ვერ გეტყვით, პოლიტსაბჭოს ხდომები იმართება ისეთ ფორმატში, სადაც შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდეს და ამ შემთხვევაში ვერ გავიხსენებთ. 4 ოქტომბრის შემდეგ პოლიტსაბჭოს აი ძალიან გამიჭირდება ახლა ზუსტად თარიღები გითხრათ და ესწრებოდა თუ არა. არა, როგორ არა, მე შესაძლოა პოლიტსაბჭოს ხდომა იყოს, სადაც მე არ ვესწრებოდი. ქართული ოცნების წევრები ვერ გვეუბნებიან, როდის ნახეს ბიძინა ივანიშვილი, როდის ჰქონდათ მათ კონტაქტი ბიძინა ივანიშვილთან, არა და ივანიშვილი მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარე არის და წესით ნებისმიერი შეხვედრა თუ იქნებოდა, არ უნდა იყოს ეს ყველაფერი დასამალი და რახან ქართული ოცნების დეპუტატები ამ შეხვედრების და კომუნიკაციის შესახებ ვერაფერს ამბობენ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს საკუთარი პარტიის წევრებთანაც კი არ აქვს კომუნიკაცია.